არ შემიძლია გუშინდელ ძღებატებს რომ არ შევეხო. ვაშინერთო ვაშილებე ხოლო. დანარჩენს მისმინეთ. ჯერ ვერ გავარკვიე რომელი იყო მახარაძე და რომელი იყო კობახიძე. ორი კობახიძე იჯდა ხო? ძალიან შეხმატკბილებულები იმზირებოდნენ ტელევიზორიდან, ერთმანეთს უფრთხილდებოდნენ, როგორც ჩანს, პირველ კობახიძეს უფრთხილდებოდა მეორე კობახიძე და მწვავე თემები არ აწია, რომ მისი თმა თუ რაც არის ყაყლზე არ დადგომოდა. და რაც რეალური პრობლემა იყო ქვეყნის, რომელიც უმწვავესად დგას ქვეყანაში და ქართველების რეალობაში, გააჟღერა მხოლოდ ვიღაცა ლორდ ქიფანიძემ პუტკუნა სათვალებიანმა ჩანკანენმა არა სამთავრობომ, რომელიც გრანტი ჭამიებისგან უკვე XXXXL-ში იყო გადასული. ანუ ქართველებს გვაქვს ძალიან შიგ ევროპული შემოსავლები, როგორც ჩანს, გადასახებდები და ეს ჯარიმები, რომ რაღაცა ასტრონომიას ცდება, ამაზე სრული იგნორი იყო, სოციალური პრობლემები, რომლებიც ძალიან მწვავე დგას მოსახლეობის მინიმუმ 60%-ში და ისინი სოციალურ პროგრამაში არიან ჩართულები, ამის სრული იგნორი იყო. ფასები, ხო, კომისია რო შექმნა, ეს თითქოს და აღარ იყო პრობლემა, იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რამდენი ხალხი იხოცება ჯანმოსკვლელი პროტოკოლით კლინიკებში, რომელიც უკვე ნორმად აქციეს, ესაც თითქოს არაფერი, ისე ის მეორე კობახიძის მეორე კობახიძე უბრალოდ მამა ვაქცინაციის შედეგად გარდაიცვალა, ხო? ესეც არ აწია იმ ბაჟბატონმა, ძალიან საინტერესოა. ის რომ სამსახურები, უმუშევრობა, თუ რაღაცა სადმე სამსახური არსად არ არის ღირსეული, არსად არ გჭირდება დიპლომი, არსად არ გჭირდება განათლება, არსად არ გჭირდება ერუდიცია, კულტურა ყველგან, ქართველები ვართ, შავი მუშები ევროპაში გახოტილებზე აღარ ვლაპარაკობ აქ საქართველოში. ესეც ნორმად არის და გაატარეს ძალიან ისე ლაითად ერთ-ერთი ის ლორდ ქიფანიძე მილაპარაკა, რომ დიდ სამრეცხაო მანქანათ აქციეს ქვეყანა. ანუ ეს ნორმაა. და პარალელურად კობახიძიდან დაწყებული სხვებსაც თავისი შვილები გახიზნული ყავთ ამერიკა, ევროპაში, როგორც მან აღნიშნა ლორდ ქიფანიძე მანუ, რომ საჯარო სკოლებში არ დადიან ვიღაცების შვილები, შესაბამისად ქართველებისთვის ეს ყველაფერი ნორმა არის. რომ შავ მუშად მაინც გაიზდებიან. არც ავტომობილების დაძველებაზე რაღაცა პეროგარჭობილი კანონი რო შემოაქვთ და ამითი რომ მოსახლეობის 70%-ს უკრძალავენ ავტომობილების ყოლას, იმიტომ რომ თვითონ ბას ლაინებზე ირბინო და ეგონკავონ ერთმანეთს როგორც ტრიბუნებზე, ისევე გზებზე, ესეც ძალიან ჩვეულებრივად აქციეს, ხო? არ შემიძლია არ შევეხო ქალბატონ კობახიძეს ეკონომიკის მინისტრად რომ იყო გუშინ წარდგენილი. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სამინისტროს თავისი შენობაც კი არ აქვს და იუსტიციის შენობაში არიან შეხიზნულები. მე მქონდა მათთან რაღაცა გადაკვეთის მომენტი და ისინი ჩვეულებრივ ტრაქტორისტები არიან. ვერ ერკვევიან ძალიან ბევრ თემაში, უბრალოდ მილიონები აქვთ ქონებაში, მინისტრიდან დაწყებული და ქართველი ხალხის რეალობა და გაჭირება სულ ოქროებზე კიდიათ. აწარმოე საქართველოს რომ ახსენა ქალბატონმა, იცით რა ხდებოდა მაგ აწარმოე საქართველოში? სერიოზული ჩაწყობები მიდიოდა, ვიღაცებს უნდოდა კიდევ მინიმუმ 3 ნულიანი დაემატებინათ თავიანთ საქმიანობაში, თორემ იქ რეალურად საშუალო და მცირე ბიზნესის დახმარება კი არა, დამხრჩალი არის დღეს უკვე ეს ფენები. ტურიზმზე ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომელმა გაიხარეთ ტურიზმზე, იმ ტურიზმს უკან ამოფარებული საზიზღრობები და საშინელებები დაამახინჯეს ადამიანების ცნობიერება და არ ვიცი, ფულის მონები და მათხოვრები გახადეს ჩვეულებრივ ის ერთი მუჭა, ვისაც რაღაცა ცხვირი ქონა ჩაყოფილი ამ ბიზნესში, რადგან ისინი იმდენად თავხედები გახდნენ, რომ დედასაც კი ყიდიან,
ტურიზმის ეგიდით და ამ ტურიზმიდან გამომდინარე სასტუმროების აშენება ისტორიულად ესაც ვიღაცა ბობოლებს შეუძლია, რომლებიც ჩვეულების სასტუმრო კი არა, ბორდელებად არის ქცეული ძალიან დიდი ნაწილი. ანუ ეს ნორმა არის, ხო? ესეც ნორმად ჩათვალეს გუშინ გადაცემაში. გარეჯი რატომღაც ყველამ დაივიწყა. და ბოლოს არაბული ეგრეთ წოდებული ინვესტიცია. მე ქობულეთში დავდივარ სადღაც 12 წლიდან, 13 წლიდან და იქიდანვე მახსოვს, რომ ქობულეთის ზღვისპირეთი საკმაოდ დიდი ნაწილი, სხვა ადგილებზე აღარ მაქვს ლაპარაკი, ქობულეთამდე, ქობულეთის მერეც, იმიტომ იქაც იგივე სურათი არის, იყო ჩახერგილი, დღემდე არის სხვათა შორის და გადაკეტილია გზა ბილიკიც კი ზღვამდე მისასვლელი. იმიტომ რომ იქიდანვე, ანუ ნაცებიდან ამბობდნენ მაშინ ხალხი, რომ არაბებზე არისო მიყიდული. ანუ რა გამოდის? ნაცებმა რაც ვერ მოასწრეს, გეიქოცებმა გაყიდეს საქართველო. საქართველო ისეთ დონეზეა გაყიდული და ისეთ რაღაცებია გაყიდული, თქვენ აზრზე ვერ მოხვათ კიდევ ერთი 32 წელი. ანუ რისი თქმა მინდა? 2018 წელს მერე რომ აიკრძალა უცხოელებს მიწის ნაკვეთის გაყიდვა 2018 წლამდე გაიყიდა ზუსტად თუ გაიყიდა დაარიგეს მოქალაქეობები კამფეტებივით და ბინადრობის უფლებაზე ხო საერთოდ აღარ არის ლაპარაკი ახლა შეიტანა იმან კობახიძე ორმა კანონი და ახლა რომ შეზღუდონ რა აზრი აქვს მე როგორც ვიცი კი არა ზუსტად ვიცი 850,000 არალეგალი არის ქვეყანაში და ერთი იმდენი კიდევ უცხოელები არიან პაკისტანი, ინდუსები, არაბები, ირანელები, საქართველოს მოქალაქეები. ის 3,900,000 კობახიძე ორმამ რო გააჟღერა. ქართველი რამდენია? ეროვნულობაზე არ შეიძლებოდა აქცენტი, ხო? მოკლედ, იცით რა იყო გუშინდელი დებატები, რა დემონსტრირება მოხდა? იცით რა 32 წელი, კიდევ ერთი 32 წელი გვაცადეთ რა. ახლა ჩვენ მოვალთო ხელისუფლებაშიო, ახლა ჩვენ შევჭამთო და თქვენ უნდა მოითმინოთ სხვა გზა არ არის, იმიტომ რომ დღეს ჩვენ არანაირი ბერკეტი არ აქვს, რომ რაღაცა გამოვასწოროთ ქვეყანაში. მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ჩვენც მოვალთ და ჩვენც დაგაჯდებით ქართველებს. ქართველები უმცირესობაში ვართ უკვე, ანუ ბიუჯეტს დავაჯდებით ჩვენცო და უნდა შეგვინახოთ ნაცებ, ქოცებ და ეს ახალსა კონსერვები ერთადო. და იმ კონსერვების ვიღაცები კიდე რო აპროციალებდით ამ პოსტებს და ჰაი ჰუი, თქვენ კიდე ცალკე სამარცხვინოები ხართ, გულიმერევა. თუმცა თქვენის არ ხართ კაცო 50 მილიონს რომ უხდით პრეზიდენტს თავისი ჯოგიანად აპარატი რომ ქვია და თქვენ რომ არიჩევთ პრეზიდენტს და მაინც რომ უხდით ისენი არა ხართ თქვენ? იმაზე აღარ ვამბობ სალომემ ზურაბიშვილმა რეზიდენციიდან ჭურჭელიც კი მოიპარა და ამაზე პასუხი მოსთხოვა კი არა. დარბის ევროპაში და ამერიკაში საქართველოს პრეზიდენტი ისევ მე ვარო. ვაი თქვენს პატრონს თუ ჩვენ პატრონს თუ აღარ ვიცი ვის პატრონს უკვე. როდემდე გავიდა ხალხო ცხოვრება. გავიდა.